როლში გამოვეხმაუროთ მიმდინარე კვირის ერთ-ერთ მთავარ თემას, ქართული ოცნების წევრების განცხადებებს, მუხათგვერდის მათას სასაფლაოზე პრინციპში ამ კომენტარებს შეფასებებს პასუხი გასცეს გმირების ოჯახის წევრებმა, რომ ეს მათთვის არის სასახად მიუღებელი, რომ ისინი ებრძოდნენ მტერს და არ არის მათთვის მისაღების განცხადებები, რომელიც კეთდება ამ რეჟიმის წევრების მხრიდან. რეალურად რასთან გვაქვს საქმე, რაში აწყობს ახლა ქართულ ოცნებას ამ სენსიტიური თემის ამგვარად შემოთავაზება ქართული საზოგადოებისთვის? გიორგი, ემოციურად ნებისმიერი ქართველისთვის, რა თქმა უნდა, არის აღმაშფოთებელი ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ გმირთა სასაფლაოდან, ადგილიდან, სადაც გმირების პატივის მისაგებად თითქოს ისინი მივიდნენ, თუმცა იმავდროულად მათი გმირობა გააუფასურეს, მათი ბრძოლა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გადააკვალიფიცირეს იმგვარად, რომ ჩვენ ვიყავით აგრესორები და არა რუსეთი და ეს ემოციები რო გადავდოთ, არ ხდება შემთხვევით და აგიხსნით რატომ. ერთია ის პროცესი, რომელსაც ივანიშვილი მართავს დღეს ქვეყანაში, იქნებოდა ეს სამართლმსაჯულო ცალმხრივი ბოდიში ოკუპანტებისთვის, გმირების გაუფასურება, ანწუხელიძის გმირობაზე, აქცენტი, რომ ის პიარს შეეწირა თეა წულუკიანის განცხადებას შეგახსენებთ, მათ შორის გადაწერა ისტორიის, არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ სამართლებრივად ეს აგვისტოს ომის გამოძიება, სადაც ისინი მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომის სამხედრო ანალიზი ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს იყო ჩატარებული და ეს იყო სამხედრო მიზნებისთვის, იმისთვის, რომ თავდაცვის უნარიანობა ამ აგვისტოს ომის გაკვეთილებიდან გამომდინარე გაზრდილიყო, დღეს ქმნის პრეცედენტს, რომ სამართლებრივადაც მათ შორის გაკეთეს კრემლის საქმე, მაგრამ ჩვენ არ ვსაუბრობთ და ეხლა მე ვუყურებ ეს დღეები ტელევიზიებს, არ ვსაუბრობთ იმაზე, თუ აი ეს რა შეჭირდება და სადამდე მიიყვანს ქვეყანას და მე გაგახსენებთ ზახაროვას და გალუზინის რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომელიც ჯერ კიდევ დაიწყო ჟენევის მოლაპარაკებებში არჩევნებიდან 2 კვირით ადრე, როდესაც მათ აქცენტი გააკეთეს ერთის მხრივ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერაზე ოკუპირებულ რეგიონებთან, სადაც რუსეთი მონაწილე არ არის და რაც აღიარებას ნიშნავს ოკუპირებული რეგიონების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის და მეორე აქცენტი გააკეთეს მათ შორის კონსტიტუციური ჩანაწერზე ნატოში და ევროკავშირის გაწევრებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, აი იმ გეოპოლიტიკური რეალობიდან, ახალი რეალობიდან თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, ერთი ის, რომ ჩვენი ორი მეზობელი გრძელვადიან მშვიდობას და განვითარებას აღწევს ტრამპთან ერთად შეთანხმებით და ამერიკა უზრუნველყოფს ზანგეზურის დერეფანის უსაფრთხოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ არა რუსეთი იქნება იქ მაკონტროლებელი და ძალა, რომელიც მშვიდობას არ დაუშვებს, არამედ შეერთებული შტატები, რომელმაც მშვიდობა მოიტანა უკვე ჩვენი ორი მეზობლისთვის. და ამ ვითარებაში, როდესაც საქართველო ერთადერთი ქვეყანა რჩება რეგიონში, სადაც რუსული გავლენები არის წარმოდგენილი, ირაკლი კობახიძის მეშვეობით, რუსეთი შეეცდება კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მოახდინოს ამ შემთხვევაში ივანიშვილზე სუვერენიტეტის სანაცვლოდ და კიდევ უფრო მეტად გამოიყენოს საქართველოს როგორც პლაცდარმად, მათ შორის სომხეთის წინააღმდეგ. აი ამ ვითარებაში ჩვენ ვფიქრობ, რომ უნდა მეტი ვიფიქროთ, საითკენ მიიყავს ივანიშვილს ქვეყანა და იმ შემთხვევაში თუ ზეწოლა გაგრძელდება რუსეთის მხრიდან, რომ მოხდეს აღიარება ოკუპირებული რეგიონების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის, მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი აქეთკენ მიდის და მაშინ, როდესაც რუსეთის საგარეო იმოწმებს ირაკლი კობახიძის განაცხადს, რომ ომი დაიწყო საქართველოს და შემდგომ უკვე ითხოვს უფრო მეტს, ეს რა თქმა უნდა დასავლეთისგან იზოლირებულ ქვეყანაში ჩვენი მეგობრების გარეშე ეს ყველაფერი მეტ შესაძლებლობას აძლევს კრემლს მიიღოს ის, რისთვისაც მან დაიწყო არა მხოლოდ 2008 წლის ომი, არამედ მათ შორის 90-იანებში და არსებობს საქართველოსთვის 3+3 ფორმატში. 3+3 ფორმატს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ირანის საგარეო, რომელმაც გამოეხმაურა შეერთებულ შტატებში ჩვენ ორ მეზობელს შორის დადებულ ამ შეთანხმებას 3+3-ზე გააკეთა აქცენტი. მე არ ვფიქრობ, რომ 3+3-ის მომავალი აქვს, იმიტომ რომ ის მიზანი, რაც 3+3-ს ჰქონდა, რეალურად ამოწურულია იმ მშვიდობით, რომელიც შეერთებულ შტატებში შუამავლობით არის და მე ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა ირანმა, ასე რომ ვთქვათ, აპროტესტო შეერთებულ შტატების შემოსვლა, ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი დამარცხებული რეგიონში ერთის მხრივ არის რუსეთი, მეორეს მხრივ არის ირანი, რომელთანაც ირაკლი კობახიძე საკმაოდ გულთბილი ურთიერთობები ჰქონდა და ორჯერ ვიზიტითაც იქ ჩავიდა იქ. შესაბამისად, ამ ვითარებაში, როდესაც რეგიონში ახალი რეალობაა და მე მახსენდება მაგალითად უსაფრთხოების კონცეფცია, როდესაც ეს კონფლიქტი რეგიონში საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხე იყო და ეს შესაძლებლობას იძლევა ნამდვილი მშვიდობის, დღეს ირაკლი კობახიძე ამ ნამდვილ მშვიდობას უპირისპირდება ერთის მხრივ ანტიამერიკული თავდასხმებით და
გზავნილებით და მეორეც მხრივ დასავლეთიდან იზოლაციით, მით უფრო მაშინ როდესაც სომხეთი უკვე უვიზო მიმოსვლის პროცესი იწყებს ევროკავშირთან და ჩვენ უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვართ. კითხვა, თუ კი შევადაროთ მაგალითად ირაკლი ყობახიძის მიმდინარე კვირაში გაკეთებულ განცხადებებს იმ კომენტართან, რომელიც მან გააკეთა 2018 წელს 6 წლის ზუსტად იმავე თემაზე, რადიკალურად განსხვავებული შეფასებებია. რა მოხდა ამ შუალედში, როდის იტყუებოდა, როდის იყო მართალი ირაკლი ყობახიძე? ესე დაჭირდათ ახლა. არასოდეს ირაკლი ყობახიძეს ემოციურად დამოკიდებულება არ ქონია სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის ბრძოლაში დაღუპული გმირებთან მიმართებაში და არასდროს ეს კაცი თვითონ ამაყობს ამით, რომ საოკუპაციო ხაზთან არ გასულა მიხოთ იმისა, რომ თანამდებობრივად მას ეს ეკუთვნოდა. ამიტომ მისთვის ოკუპაცია არ არის ემოციური ან პატრიოტული საკითხი, რასაც ამ გზით გამოხატავდა, მაგრამ დაჭირდათ ახლა, იმიტომ რომ დღეს ერთ-ერთი ფსონი საქართველოსთვის ყობახიძეს და ივანიშვილს აქვს რუსეთზე და არა იმ ეროვნულ ინტერესზე, რომელიც ქვეყნის დასავლურ ოჯახში გაწევრიანებას, სუვერენს და ტერიტორიულ მთლიანობას ისახავს მიზნად და მე ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც ისინი აი ამ პროცესისკენ მიყავთ ქვეყანა და საუბრობ სუვერენიტეტის დაკარგვაზე და ტერიტორიული მთლიანობის, აი აქ არის ვფიქრობ მეტი სასაუბრო ჩვენს მოქალაქეებთან, იმიტომ რომ ის რასაც ესენი ამზადებენ და მათ შორის სამართლებრივად გადაწერა ისტორიის, რაც წოლუკიანის ღალატის კომისიის მეშვეობით მოხდება, აქ იქნება დამატებითი საფრთხეები და აქ გვჭირდება ჩვენ უფრო მეტი მობილიზება და ახსნა და კომუნიკაცია საკუთარ მოქალაქეებთან. აი ჩორჩანას თემასაც რო შევეხოთ და დავასრულოთ ამ კუთხით. ჩვენ თუ კონსტიტუციაში ვნახავთ ერთის მხრივ სამშობლოს დაცვა არის თეული მოქალაქის ვალდებულება და შემდგომ უკვე ფორმას განსაზღვრავს კანონი, იქნება ეს წვევანდელთა სამსახურში გაწევა თუ სხვა რამ, მაგრამ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის პრემიერის ვალდებულება. და მაშინ, როდესაც საოკუპაციო ხაზთან დამატებით ტერიტორიული პრეტენზიების ფონზე ჩვენივე კონტროლებად ტერიტორიაზე საგუშაგოს ჩადგმა და ამით მშვიდობიანად უსაფრთხოების უზრუნველყოფა ღალატად მიიჩნევა და დანაშაულად მათი მხრიდან, ისიც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ როგორ უხსნიან ისინი დამატებით ოკუპაციას გზას და ჩვენ თუ ვნახავთ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გამოხმაურებებს, იქნება ეს მაშინ თუ ახლა ეს დამატებითი საფრთხე. ის კი არა რომ ეს შეფასება პოლიტიკურია მხოლოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ, ეს საქართველოს სუვერენიტეტის ინტერესის წინააღმდეგ შეფასება და იმ შემთხვევაში თუ მოხდება დამატებითი მადის გახსნა და დამატებითი ოკუპაცია, გზავნილი რომ ისინი არაფრის გაკეთებას არ აპირებენ. ამიტომ ამ ვითარებაში მე ვფიქრობ, რომ მთავარ პრიორიტეტად უნდა იყოს სუვერენიტეტ ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხი ყველასთვის და შესაბამისი კომუნიკაციაც ამაზე ასაწყობი, იმიტომ რომ გარდაულად ხედავ მე ამ რისკებს და მათ შორის ის მოწოდება რუსეთის მხრიდან კონსტიტუციიდან ნატოსა და ევროკავშირის ამოღებასთან დაკავშირებით ქმნის იმის საფრთხეს, რომ თუ პოლიტიკური პარტიების განადგურება შეძლო ივანიშვილის რეჟიმმა და აგრძელოზეც არის ხო საუბარი, ვიცით რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ თვის ვადაში შეუძლია რომ პარტიები აგრძელოს ამ წოლუკიანის კომისიის მიმართვის საფუძველზე ამ დასკვნის. და ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ მას დასჭირდება ახალი საპარლამენტო არჩევნები თავისი პირობებით იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს და მათ შორის ამოიღოს კონსტიტუციიდან ნატო და ევროკავშირი. ამიტომ საფრთხეები არსებობს და საფრთხეები პირველ რიგში სუვერენიტეტ ტერიტორიული მთლიანობის კუთხით და მათ შორის იმ ავტორიტარიზმად ქცევის კუთხით უკანაეზოდ რუსეთის, რომელსაც განუხილავთ ვყურებთ და გასაანალიზებელია ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე. ეს ამ კონტექსტში თქვენ არაერთხელ ახსენეთ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დადებული ისტორიული შეთანხმება, ისმის კითხვა სად არის ამ პროცესში საქართველოს, მოვისმინეთ მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს თავად შიდა ამბავი იყო პერსონალური საკითხები, მათი ურთიერთობა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და აქ საქართველოს არაფერი არ ესაქმება, რომ გითხრათ კონკრეტულად აი რა ნაწილში შეეძლო საქართველოს ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო. იყო შუამავლობის პროცესში ჩართული, როდესაც ომი კონფლიქტი დასრულდა ყარაბაღში და ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების წარმომადგენელი ესწრებოდა იმ უსაფრთხოების საბჭოს ხდომას, სადაც ეს შეთანხმება შედგა და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საქართველოს შუამავლობის როლი შეერთებული შტატების მეშვეობით ეს ძალიან კარგად მახსოვს ტყვეების გაცვლის კუთხით, ხო? მეორე იყო, როდესაც თბილისი იყო შეთავაზებული მათ შორის ამ ორი მეზობლისთვის, რომ ესაუბრათ და ჩვენ გვახსოვს
გახსოვს, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ეს კომუნიკაციაც მიმდინარეობდა. მაგრამ ერთი არის საქართველოს სად იყო ამ პროცესში და მეორე არის სად იქნება საქართველოს ხვალ. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის რაც რეგიონის გრძელვადიან მშვიდობას და სტაბილურობას და კეთილდღეობას აძლევს, ვერ იქნება ცუდი საქართველოსთვის. გასაგებია, რომ რაღაცა ეტაპი ის დასრულდა, რა ვითარებაც იყო და მათ შორის ის უპირატესობები, რომელიც საქართველოს გავლით არსებობდა გზის კუთხით, მაგრამ ამ ახალ რეალობაში, რა თქმა უნდა, საქართველოს დამატების შესაძლებლობები უჩნდება იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებლობებს გამოიყენებს. და პირველი ეს შესაძლებლობა არის ჩვენი მეგობრების დაბრუნება და ამ მეგობრების მხარდაჭერის გამოყენება იმისთვის, რომ ისე როგორც განვითარდება მომავალში, მათ შორის ზანგეზურის დერეფანი და საქართველოს ფიქრობ, რომ კვლავ რჩება მნიშვნელოვანი შესაძლებლობად მათ შორის ამ სატრანზიტო შესაძლებლობების კუთხით იყოს პარტნიორი რეგიონში და არა რუსეთის პლაცდარმი. და აი ამ ვითარებაში არის მთავარი საფრთხე, რომ რუსეთი ეცდება ყველა ვარიანტში, რომ ის შემცირებული გავლენა, რომელიც ორ ქვეყანაში მას უკვე აქვს, საქართველოში დააკომპენსიროს ისევე, როგორც მათ შორის აჩვენოს დასავლეთს, რომ საქართველო, რომელსაც სამჯერ ეომა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ თავისი ნებით უბრუნდება მას. და ეს არის იმ სტრატეგიული მარცხის კომპენსაცია, რომელსაც ის ეცდება, ისევე როგორც საქართველოს მეშვეობით გავლენის მოხდენა სომხეთზე, რომელსაც აქვს არჩევნები და რომელიც ძალიან კარგად უმკლავდება რუსულ გავლენებს, მათ შორის იქნება ეს ეკლესიის მეშვეობით, თუ იქნება ეს პოლიტიკურად რუსი ოლიგარქების მეშვეობით სომხეთში არასტაბილურობის შექმნის პროცესი. და ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ ივანიშვილის პარტიის პროპაგანდისტი ზაზა შათილიშვილი რა ტიპის წერილებს აქვეყნებს. ძალიან საინტერესო რომ მიდის თუ არა ეს პროცესები იქეთკენ, რომ უახლოს მომავალში ოფიციალურად დონალდ ტრამპს დიპ სტეიტის ნაწილად გამოაცხადება. ეხლა ის რომ ზაზა შათილიშვილი თვითონ არ ფიქრობს ამ ყველაფერს და ივანიშვილის გამხმოვანებელია, ეს ფიქრობ ახალი ამბავი არ არის და ეს იერიში რაც მან განახორციელა, რა თქმა უნდა, ბიზნეს სახელით განხორციელდა ეს ყველაფერი, მაგრამ აქ არის ის რომ მე ფიქრობ, რომ ამ ახალ რეალობაში მოუწევს ფიქრი ივანიშვილს თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს ამ ვითარებაში, იმიტომ რომ რუსეთისზე გაკეთებული ფსონი მისი მხრიდან მას შემდეგ რაც უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო და მისი წუნება რომ რუსეთი აუცილებლად გაიმარჯვება და არა თუ უკრაინის წინააღმდეგ ეს ვერ მოხდა, არამედ შორის რეგიონიდან გააგდეს რუსეთი, როგორც მთავარი შუამავალი, როგორც მომლაპარაკებელი, როგორც ძალა, რომელიც მშვიდობის წინააღმდეგ მიდიოდა ამ ხნის მანძილზე და აი ახლა მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად მასაც მოუწევს გაანალიზება იმის თუ როგორ ინარჩუნებს ძალაუფლებას ამ ფონზე ისე რომ ბოლომდე რუსეთის გუბერნია დაარაქციოს ქვეყანა და ვფიქრობ, რომ გარკვეულ დროის გასვლის შემდგომ ამას ჩვენ ვნახავთ, მაგრამ აქ თავარი არის ისევ და ისევ წინააღმდეგობა, ის რაც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას მომავლის, ეს არის წინააღმდეგობა ქვეყნის შიგნით, არ შეგუება ოკუპაციის, რასაც ივანიშვილი ახორციელებს და ეს ძალიან თვალსაჩინოა 17 წლის ომის აღნიშვნის თარიღის დროს და მათ შორის არ შეგუება იმის, რომ მომავალი გვართმევს იმ მომავალს, რომელიც ევროპული კეთილდღეობით საქართველოს და მათ შორის უკვე რეგიონს ბევრად უკეთესი ექნებოდა, რომ არა ის რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში. და ბოლოს კითხავთ არჩევნებთან დაკავშირებით, ახლოვდება მუნიციპალური არჩევნები, ვიცით რომ აი მიმდინარეობს კონსულტაციები მსჯელობა კოალიცია ლელო ძირერ საქართველოსთან, თუ არის ეს პროცესი უკვე ბოლოსკენ გასული და მათ შორის მაინტერესებს აი ამ კონტექსტში ხომ არ ელოდებით უახლოს მომავალში არჩევნებამდე თქვენს ლიდერს გიორგი გახარიას ბრალის წაუყენო, სწორედ ახსენეთ ჩორჩანას აგუშაკოთ ამ კონტექსტში. გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, ბრალდებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მთელი ეს ყალბი გამოძიება და მთელი ეს ყალბი მტკიცება, რომ ერთმა შესუსო მინისტრმა ზურგზე მოიკიდა ამ საგუშაგო და ისე ჩადგა, რომ კაც ჩუმა არ გაიგო, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური და პირველ რიგში სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული. ამიტომ ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ მე სიმართლე გითხრათ არ გამოვრიცხავ საკონსტიტუციო სარჩელს, რაც დაანონსებული აქვს უკვე ირაკლი კობახიძეს ამ ყალბი დასკვნის საფუძველზე, ხო? და ეს მე მგონი გამოჩნდება ალბათ სექტემბრის დასაწყისში. შესაბამისად, ეს არის პროცესი წინააღმდეგობის და გიორგი თავად ისაუბრა ამასთან დაკავშირებით, თუ რას გააკეთებს მომავალში, მაგრამ ერთი აქ არის ცხადი, ის რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერების უმეტესობა არიან ციხეში. მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ 15 წლიანი საქმეს კერავს, იმიტომ რომ ეს არის მათ შორის პირადი რევანში გარდა სუვერენიტეტის ბრძოლის და ის რომ მათთვის ნებისმიერი კრიტიკული ხმა და ნებისმიერი წინააღმდეგობა არის საფრთხე და ამ ხნის მანძილზე ამ საფრთხეს ვერაფერი ვერ მოუხერხეს, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ და ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად და ის გრძელვადიანი მიზანი არის სუვერენიტეტი და ტერიტორიალობა, ისევე როგორც ევროპული მომავალი და აი აქ გვექნება ბევრი სამუშაო. გასაგებია, დიდი მადლობა.